31 მაისს ბოლნისი დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალს უმასპინძლებს. ის წელს უკვე მეოთხედ ტარდება და ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს სხვადასხვა კუთხის 60-მდე მეღვინეობა, როგორც მსხვილი მწარმოებლები, ისე მცირე საოჯახო მარნები. რას უნდა ელოდონ სტუმრები, ვინ მიიღებს მონაწილეობას და როგორ იქცა ბოლნისი ოქროსფერი ღვინის ქალაქად, ამ ყველაფერს ახლა გავიგებთ. ასევე ვისაუბრებთ ფესტივალის მნიშვნელობაზე, ბოლნისური ღვინის ტრადიციებზე, საერთაშორისო ინტერესზე და იმ შესაძლებლობებზე, რასაც ეს ღონისძიება ადგილობრივი მეღვინეებისთვის ქმნის. RMG-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი ზურა დევდარიანი და ენოლოგი ბოლნისის ღვინის კონკურსის ჟიურის წევრი მარია მაისურაძე შემოგვიერთენ. მოგესალმებით, ბატონო ზურა, თქვენგან დავიწყოთ გასაუბრება. უნიკალური ღვინოები, რომლის დაგემოვნების, რა თქმა უნდა, დიდი ფუფუნება იქნება ფესტივალის ფარგლებში, თუმცა მეოთხე ტარდება უკვე და რაღაც ალბათ სიახლის მოთხოვნილება ნიდია გაჩნდებოდა. გარდა იმის, რასაც მიჩვეულია დაუშვათ ერთგული სტუმარი, ასევე რა სიახლით. რა თქმა უნდა, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს, მადლობას გიხდით სტუდიაში მოწვევისათვის. 31 მაისს ბოლნისის ძველი უბანი უკვე მეოთხედ უმასპინძლებს დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ფესტივალს და ის ღვინის პოპულარიზაციასთან ერთად ბოლნისის როგორც ოქროსფერი ღვინის ქალაქის დამკვიდრებას ისახავს მიზნად. ფესტივალი 15 საათიდან გაიხსნება მობრძანებული სტუმრებისთვის და მასზე დასწრება უფასოა. ფესტივალზე როგორც უკვე ახსენეთ, მონაწილეობას მიიღებენ თვითონ ფესტივალის შინაარსიდან გამომდინარე მხოლოდ დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის მწარმოებელი 60-ზე მეტი მარანი და წარმოდგენილები არიან როგორც მსხვილი, ასევე მცირე, საშუალო მარნები და საოჯახო მეღვინეობები. ასევე ფესტივალზე დაესწრებიან ღვინის ექსპერტები, იმპორტიორები, უცხოელი ბლოგერები და რესტორატორები, ჰორეკას სექტორის წარმომადგენლები. შეახლე გვაქვს ისიც, რომ თავად ფესტივალის მიმდინარეობისას ჰორეკას სექტორის 10 წარმატებული სომელიე შეარჩევს და გამოავლენს თავის რჩეულ ღვინოს, რაც ფესტივალს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. თავად ფესტივალს ფიქრობთ, რომ მობრძანებულ სტუმარს გუგლად არ დატოვებს, ადგილზე დახვდება სასიამოვნო მუსიკა, მრავალფეროვანი კვების ობიექტები, საბავშვო სივრცე, სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობები და თავად ფესტივალს დახურავს ჯგუფი მგზავრები, ასე რომ ვიწვევთ ყველას სასიამოვნო კი ბატონო და ფიქრობთ, რომ სასიამოვნო გამოცდილებას მიიღებთ. კი ბატონო. ჩვენიერი კვირა დღის იდეა არის ეს გასატარება. კი ბატონო და თან ფესტივალს აქვს ასეთი ხასიათი, რომ ერთი კვირით ადრე იმართება კონკურსი, ვიდრე ფესტივალი იქნება და როგორ ჩაიარა კონკურსმა, რანაირად არჩევთ, ხო, როგორ ირჩევა ეს ღვინოები, ამაზეც რო გითხრათ. კონკურსი იყო ძალიან საინტერესო. პირველ რიგში კარგად ორგანიზებული და დეგუსტატორის საქმიანობისთვის სწორედ დაგეგმილი დეგუსტაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ როდესაც ღვინის სენსორულ შეფასებას ვახდენთ, მთელი რიგი პარამეტრებია საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს გახლავთ თავშად ფერი, გამჭვირვალობა, არომატი, გემო, მაგრამ როდესაც საკითხი ეხება დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოს, ამ დროს კიდე დამატებით ორიენტირებული და ფოკუსირებული ვართ ტიპიურობაზე. ტიპიურობა არის მნიშვნელოვანი ფაქტორი უშუალოდ მედლის მინიჭებისთვის და ტიპიურობის უნდა ვიცნოთ და ამოვიცნოთ, რომ ეს არის ბოლნისური ოქროსფერი. ხასიათი სწორად, რამდენად ასახავს ღვინო ტერუარისათვისა და ვაზის ჯიშისთვის დამახასიათებელ უნიკალობას. აქ არის საუბარი დაცული ადგილწარმოშობის ღვინოები უნდა ამჟღავნდეს სენსორულ მახასიათებლებს. თუ აი ხო ყველას უნდა რომ საუკეთესო აწარმოოს და თქვენთვის რა არის ის რაღაც დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებში ჩვენ ვახდენთ ფოკუსირებას ტიპიურობაზე. აი წინანდელს როცა აგემოვნებთ იგივე ბოლნისურ გაწითელს როდესაც აგემოვნებთ ხომ? ვაზის ჯიშის და ტერუარის თავისებურებას უნდა გამოხატავდეს ღვინო. და რა საინტერესო. ხოთრით როგორია ეგ, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რომ რას რამდენად აკმაყოფილებს იმ ამ ტიპიურ მოთხოვნილებას. აი ბოლნისური გაწითელი ვახსენეთ, ხო? ბოლნისური გაწითელი ძალიან კომპლექსურია და განსხვავდება თუნდაც კახური გაწითელისგან. მე ამჟამად ნიშნებია. არა, აი ნახეთ არომატები თუ ტონები როგორ ტონებიც, ანუ
ძირითადად აი ყვითელი ყვავილების, გარგრის ჭირის, ატმის ეს არომატები მოდის? უნდა მოდის კომპლექსური გემო და აი თან სდევს ხოლმე ძალიან ლამაზად სანელებლების და არომატის ნოტების სახით. ეს ყველაფერი ალბათ პროფესიონალებმა უნდა ამოიცნონ, აბა, იმიშვი ახლა და ხელზე არ დავიწერ რა შეიძლება წამოვიდეს, იქამდე ვერ მივხვდები და თქვენი პროფესია ზოგადად და ასეთი ღვინო იყო წელს. კი, რა თქმა უნდა, არაერთი. რასაც მოიწონდით უკვე. კი ბატონო. სულ კონკურსში მონაწილეობდა 21 წარმოებლის 154 ნიმუში და ჩვენ შევძელით რომ შეგვერჩია მაღალი გულებით ის ღვინოები, რომელსაც შემდგომ მედლები გადაიცა. ისე სხვათა შორის ეს რამდენად წაახალისებს, აი დავუშვათ ეს იერარქიული გადანაწილება, დავუშვათ კონკრეტულ წარმოებას, აი ვის საშუალებას აძლევს მომავალში. აი მსგავსი მინიჭებული პრაქტიკა, ეხა მე მონაწილეობ წელიწადში 7 საერთაშორისო კონკურსის ჟიური ვარ, ეხაც მიფრინავ შვეიცარიაში, ხვალ ტარდება შვეიცარიაში კონკურსი. ეს არის ასე რომ ვთქვათ, დაფასება მეღვინის შრომის პროექტში. და ძალიან მოქმედებს ღვინის რეალიზაციის ფაქტორზე და ღვინის და მარნის რეიტინგზე და რა თქმა უნდა ქვეყნის რეიტინგზე. და ხარისხზე რა თქმა უნდა იწყება. რა თქმა უნდა, აქ ეს ინდივიდუალური წარმოებები ახლა ძალიან პოპულარული და მოთხოვნადია, ხო არა ეს მასიური, არამედ ეს ცოტა სახლური თუ როგორ შეიძლება. საოჯახო მარნები, small scale wineries, რასაც ვეძახით, ეს ძალიან მოდაშია დღეს, ძალიან ტენდენციურია, იმიტომ რომ რეალურად მაინც ორიენტირებული არიან ბუტიკური ღვინოების წარმოებაზე, ექსკლუზიური ღვინოების წარმოებაზე და რა თქმა უნდა ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. კი ბატონო. კონკურსი განსაზღვრავს რეიტინგს. რეიტინგი განსაზღვრავს გაყიდვებს. აჰა, შენიერი. შენიერი მესიჯი იყო. ერთ-ერთი მთავარი მხარდაჭერი არის არენჯი, ხო, ამ ფესტივალის. ეს კარგია იმისათვის, რომ ყოველწლიური სახეა გამას, თუმცა ამ მეწარმეებისთვის, ასე ვთქვათ, რა მხარდაჭერას უზრუნველყოფს სწორედ არენჯის ჩართულობა გარდა ფესტივალის გამართვისა. მოგახსენებთ, დავიწყებ იმით, რომ კომპანიისთვის ბონუსური მეღვინეების მხარდაჭერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ამას ძირითადად ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს. რა თქმა უნდა, ეს არის პირველი ის, რომ ჩვენ გვჯერავს, რომ ქართული ღვინო არის ჩვენი კულტურის, ისტორიის და ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილი. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ სწორედ ეს მცირე მარნები ქმნიან იმ უნიკალურ მრავალფეროვნებას, რომელმაც ქართული ღვინო მსოფლიო ღვინის რუკაზე გამორჩეულად წარადგინა. შესაბამისად, ჩვენ გვინდა რომ მათ კონდეთ პოპულარიზაციის განვითარების და რეალური შესაძლებლობების სივრცე, ამიტომ ჩვენთვის ხარდაჭერა მხოლოდ ფესტივალით არ შემოიფარგლება და ეს არის უფრო მეტი ჩვენ ხარს უჭერთ, ეს არის პასუხისმგებლობა რეგიონისა და იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ყოველდღიურად საკუთარი შრომით ქმნიან ძალიან დააკეთებენ ძალიან დიდ საქმეს. რა თქმა უნდა, თითოეულ მათგანზე აისახება თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ უკვე მრავალი წელია თანამშრომლობთ და მხარს უჭერთ ბონუსურ მეღვინეობას და ხედავთ თუ როგორ ვითარდება ეს სფერო, იზრდება ინტერესი, ღვინის ხარისხი და რა თქმა უნდა მოსახლეობის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე ეს თითოეული მეღვინესთვის, რა თქმა უნდა, დიდი წარმატებაა და დიდი შესაძლებლობაა მომავალში. კი ბატონო და ბატონო ზურაბ, ეს ძვირფასი ადამიანები და მათი შრომა ფასდება ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოთი, ხო? ხომასი. აი, რამე ხო არის გეგმება კიდე რითი შეიძლება? ხო, მედლები და რითი ხო არ ფიქრობთ კიდე რითი შეიძლება წაახალისოთ ეს ადამიანები? რა თქმა უნდა, ნახეთ ფესტივალისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ფესტივალი არ შემოიფარგლებოდეს მხოლოდ ჯილდოებით. დიდი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს შეფასებები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი აღიარებაა. ბუნებრივი. მეღვინესთვის, თუმცა ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ეს აღიარება რეალურ შესაძლებლობად ექცეთ მეღვინეებს. სწორედ ამიტომ საუკეთესო ქულით
შეფასებული ღვინოები განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს და ჩვენ ფესტივალის პარკებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ და ყურადღებას უთმობთ ამ წარმატებული მეღვინეობების, ანუ უმაღლესი შეფასებული ქულების მეღვინეობების პოპულარიზაციას და განვითარებას მომავალში. სწორედ ამიტომ წელს შეფასებული ღვინოებიდან 10 საუკეთესო შეფასების მქონე ღვინო გამორჩეულია და წავა მილანოს ფესტივალზე 2026 წლის საერთაშორისო ღვინის ფესტივალზე იტალიაში. რა თქმა უნდა, ეს მეღვინეებისთვის არის დამატებითი შეაძლებლობები, დამატებითი მედია აქტივობა, დამატებითი პარტნიორების მოძიების შეაძლებლობა, რაც რა თქმა უნდა მათი პროდუქტის ცნობადობის დასუწყობს ხელს. რა კარგია. ერთი კლასგარეშე კითხვა მაქვს, თქვენ როგორც ენოლოგს. რომელ ქართული ღვინის ჯიშს თუ ყურძნის ჯიშს გამოარჩევდით, რომელიც ყველაზე მეტად გამოხატავს ქართულ იდენტობას და ასე ვთქვათ, რომელია თქვენი ყველაზე საყვარელი? ყველა ქართული ვაზის ჯიში იძლევა უნიკალურ ღვინოს. ქართული ღვინის უნიკალობაც სწორედ ამაში მდგომარეობს, გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ ღვინის ისტორიული სამშობლო, ჩვენ გვაქვს ენდემური ჯიშების ფართო ასორტიმენტი, რაც აყალიბებს ღვინის ხასიათს, შედგენილობას, სენსორულ მახასიათებლებს. პირადად მე ძალიან გამიჭირდება რომელიმე ვაზის ჯიში გამოვარჩიო, თუ ღვინო მაღალი ხარისხის არის, ასახავს ჯიშურობას. თუმცა რა საზღვარს გარეთ რა არის ყველაზე პოპულარული და ცოტა ვიხუმროთ, ძალიან უჭერთ ცხოველებს, იმიტომ რომ მე ხშირად მაქვს ხოლმე ყველა მიწის ქვევრის ღვინო. აი ხლა შვეიცარიაში რომ მივდივართ, არ მაქვს ყველა მიწის ქვევრის ღვინო. ძალიან უჭირთ ჩვენი ჯიშების გამოთქმა. ყველაზე კარგად იმახსოვრებენ ქისი და საფერავი. იმის იქით არაფერი არ იცი. გასაგებია. მარიამ, იცით რა მინდა კითხოთ? აი ამ 4 წლის განმავლობაში თქვენ ახლა სულ ადენებთ თვალყურს. ხო აი ამ მეღვინების განვითარებაში, იგივე იმ ხარისხის ამაღლებაში რა როლს თამაშობს ესეთი ფესტივალი, ეს კონკრეტულად კონკურსები. თან მინდა ვიკითხოთ, ერთ და იგივე მეღვინეები თუ მონაწილეობენ და თუ მათ ზრდას ან რაღაცნაირ ხარისხის დახვეწას ადევნებთ თვალყურს. ბოლნისის ღვინია მეღვინეებთან და მემარნეებთან, ჩვენ მემარნეებს ვეძახით, მე თანამშრომლობ როგორც ღვინის კონსულტანტი 2018 წლიდან. აი ძალიან დიდი ნახტომი აქვს ხარისხის კუთხით. იმიტომ რომ ამ ადამიანებმა გასაგებია რომ აღადგინეს წინაპართა ტრადიციები, მაგრამ ნაკლებად იცოდნენ ტრადიციებისა და თანამედროვეობის შერწყმა. მეც მაქვს ამბიცია რომ ამაში ჩემი პატარა წვლილი შევიტანე, მაგრამ RMG-ის მხარდაჭერა იყო როგორი ამ წლების განმავლობაში. ძალიან თანმიმდევრული და ძალიან სწორი. რატომ? ესენი არიან ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი. ყველაფერი რეაგირებს მცირე მარნებზე. დაწყებული კლიმატური პირობებიდან დამთავრებული პოლიტიკური სიტუაციით. და ალბათ ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, რომ ზუსტად ორიენტირი გააკეთეთ მცირე საოჯახო მარნების მხარდაჭერაზე, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და მთელს სულს, გულს, სიყვარულს დებენ ესენი. ძალიან რთულია, აი, როდესაც კი ღვინის ექსპერტი როდესაც ხარ და როდესაც მოდის ადამიანი და ერთ-ერთზე საუბრობთ ღვინოზე და უსინჯავთ და როდესაც შენ მას ეტყვი, რომ კარგია, ეს არის უბედნიერეს. მაგრამ როდესაც ეტყვი, რომ შენი ღვინო დეფექტურია, აი ჩათვალე, რომ ავანტყოფს პაციენტს ეუბნები, რომ განაჩენი გამოგა. აი, განაჩენი გამოგაკ. აი ძალიან ცუდად რეაგირებენ ამაზე. მაგრამ მე პირადად დავინახე რა. ბოლნისის მემარნეების თვითკრიტიკულობა, იმიტომ რომ დღეს თუ რაღაცა შეცდომას უშვებენ, მათ იციან რომ ყავთ არაჩვეულებრივი მხარდაჭერი. მარტოები არ არიან თითქოს ამ გამოწვევის წინაშე. და აი ყველაზე სწორი. მე როდესაც აი ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ვარ და როდესაც ლექციაზე შევდივარ, ყველაზე კარგ მაგალითად მომყავს ბოლნისი. რატომ? RMG-ის ასე რომ თქვა ინიციატივით მხარდაჭერით, ბოლნისელების მონდომებით ჩვენ გვაქვს საუკეთესო მაგალითი მემარნეთა გაერთიანების სოციუმში. კი ბატონო. ესენი მარტო არსად არ მოდიან. ესენი არიან ჯგუფი, ეს არის გუნდი. გუნდი, რომელიც მუშაობს გუნდურად. სხვანაირად შეიძლება ვიღაცას ახლა ეწყინოს, მაგრამ მცირე მარნების განვითარება არის შეუძლებელი. თუ ძლიერი სოციუმი და სხვათა შორის აი ამ ძლიერ სოციუმს აძლიერებს კომპანია RMG. მადლობა.
ეს ძალიან დიდი მადლობა. ასე სწორი ფორმა იმისათვის, რომ ჩვენი საამაყო პროდუქტები ყოველთვის იყოს სიმხარისში და ისეთი თავმოსაწონი უწოდების სიმაღლეს. მდგომარეობით, როგორცაც მიჩვეული ვიყავით და ყოველთვის ასე გვინდა რომ იყოს. მოკლედ, ოქროსფერი ღვინის ქალაქი 31 მაისს ელოდება დამსწრეებს ფესტივალის ფარგლებში, ეს რომ ვიგნებოთ სასიამოვნოდ გატოვოთ დრო და ქართული უნიკალური ღვინო დააგემოვნოთ, მაშინ ეწვიეთ ბოლნისს. კი ბატონო. მადლობა და წარმატებებით. წარმატება თქვენ.